ტურისტული პოტენციალის ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო სარესტორნო სექტორის გაცნობის მიზნით ბათუმში 9 ტუროპერატორი იმყოფება. ინფოტურის ფარგლებში სომხეთიდან მოწვეული სტუმრები დღეს ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და კონტაქტები გაცვალეს. ვიზიტის მიზანი სომხეთში აჭარის პოპულარიზაცია და მეზობელი ქვეყნის ტურისტების მეტად დაინტერესებაა. ვიზიტის შედეგად მოწვეული ტუროპერატორები მომხმარებლებს ახალ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ. იგეგმება ერთობლივი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვაც. სომხეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც წელს მარკეტინგული ღონისძიებების გაფართოება იგეგმება. 2013 წელთან შედარებით გასულ წელს სომხეთიდან ტურისტების 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სომხური ტურისტული სააგენტოების ვიზიტი რეგიონში 13 მარტს დასრულდება. ჩამოვედით თქვენი რეგიონის უკეთ გასაცნობად ვიზიტის მიზანი აჭარის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და შეფასების შემდეგ საინტერესო ტურისტული მარშრუტების შემუშავება. ბათუმი ძალიან ლამაზია, ვფიქრობ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესოდ გაგრძელდება. ამ შეხვედრის დახმარებით ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან საინტერესო კონტაქტები, კონკრეტულად სომხეთის ტუროპერატორებისგან. ვგეგმავთ მათთან ხანგრძლივ თანამშრომლობას და ვალდებით სეზონს. გვაქვს სხვადასხვა ახალი პროექტები, ჩავთავთ ასევე ჩვენს სომეხ ტუროპერატორებს. 9 ტურისტული სააგენტო სომხეთის რესპუბლიკიდან, რათა გავეცნონ აჭარის ღირსშესანიშნაობებს და სასტუმროებს, დავათვალიერებინეთ მათ რამოდენიმე სასტუმრო. იმართება ადგილობრივ სააგენტოებთან შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს მათ ურთიერთთანამშრომლობას და რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოსვლას სომხეთიდან.